ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საუბარი გუშინ გაფორმებულ შეთანხმებას შეეხო, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით თანამშრომლობას ითვალისწინებს. მინისტრის თქმით, უწყება ინტენსიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი გაიზარდოს და მინიმალური გახდეს იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან სამკურნალოდ. გავაფორმეთ თანამშრომლობა მართლაც პროფესიონალების გუნდთან, რომელთან თანამშრომლობითაც შეგვეძლება, რომ მიწვდობადობასთან ერთად, რაც ცალსახად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის შემდეგ, გავზარდოთ ხარისხი და მინიმალური გახდეს იმ ადამიანების რაოდენობა, პაციენტების, რომლებიც საზღვარგარეთ ეძებენ მკურნალობას. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს მომზადებული კონკრეტული ხედვა, სამუშაო გეგმა, რომლის რეალიზაციასაც ვფიქრობ უახლოესი თვეების განმავლობაში შევძლებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განახლებული, ახლებური, აქამდე არ გამოყენებული ინოვაციური მოდელები საშუალებას მისცემს ქართულ ჯანდაცვის სისტემას, რომ მართლაც გახდეს მაღალი ხარისხის, მაღალი კლასის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი.